ეფშტეინის კუნძულების ფაილები ვლინდდება ნელა-ნელა და სახეზეა ფაქტები იმისა, რომ არასრულწლოვანი გოგონები და ბიჭები როგორ აწამებენ სექსუალური მონებად როგორ ყავთ. როდესაც ჩვენ ამას მეც და ჩემი მეგობრების და სხვაებიც ასე ბევრი წლების განმავლობაშია ვიძახით, რომ დასავლეთი გარყვნილების ბუნაგია. არასოდეს ჩვენ ფლანგს არ უთქვამს, რომ გერმანელი, ფრანგი თუ ამერიკელი არის ცუდი. ელიტაზე ქონდა ყოველთვის აქცენტი გაკეთებული, რადგან მათი ქმედებებიდან გამომდინარე, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რა მოთხოვნებიც აქვთ ჩვენს და ქონდათ ჩვენს მიმართ, ჩვენი პატარა ქვეყნის მიმართ. ჩვენთვის ნათელი იყო რა ხალხი იყვნენ ეგრეთ წოდებული სასტავი. დღეს ახლა ეგრეთ წოდებული სამთავრობო პროპაგანდისტები მოთქვამენ, დედა, ეს დასავლური ელიტა, დედა რა გარყვნილი ყოფილა. ამას ისე მოთქვამენ, ჩემო ძვირფასებო, თითქოს ეს ყველაფერი თავის დროზე თვითონაც არ იცოდნენ ჩვენთან ერთად. ჩვენ ხო ვიცოდით და ვამბობდით. ჩვენ ხო ამას გზნობდით და ამას ვამბობდით. მათაც ზუსტად იცოდნენ, მაგრამ მაინც ღირსებით შედიოდნენ ამ გარყვნილების ბუნაგში. მაგრამ ხო ამბობენ ახლა და ხო ფარისავლობენ, ხო მოთქვამენ, დედა რა ცუდები არის ევროპა. მსმენელმაც შვენივრად იცის, რა დონის ფარისევლები არის ამ ხელისუფლების გამპრავებელი პროპაგანდისტები. მაგრამ დღეს მსმენელიც გადაკეთდა ეგრეთ წოდებულ კონსერვატულ, პატრიოტულ ლოზუნგების გამხმოვანებლების დამკომენტარებლებად. დედა რა ცუდი ყოფილა დასავლეთი თურმე. ეს ცხოვრება ამ ხალხის ხელში ერთ დიდ ფარსად არის ქცეული. ჩემო ძვირფასებო, ვინც დარჩენილი ხართ კეთილსინდისიერი ადამიანები, სწრაფად და რაც შეიძლება მალე ერთმანეთი უნდა იპოვოთ, თორემ ეს ფარისეველი უმრავლესობა ჩვენს სამშობლოს ფიზიკურად გააქრობს, გაყიდის და გააქრობს. ზოგი გაყიდის და ზოგი გაყიდვას ტაშს დაუკრავს. ზოგი ჩუმად იქნება ფარდის უკან. გამოსავალი მხოლოდ ერთია. ვინც ამ უზნეობაში, ამ ფარსში არ მონაწილეობთ, ერთმანეთი უნდა იპოვოთ აუცილებლად. და კიდევ ერთი. ეს ფარისევლები და აფერისტები შევლენ ტაძარში, სანთელს აანთებენ. და რატო ანთებენ იცით სანთელს? ღმერთს რომ პრეტენზია წაუყენონ, სანთელი აგინთე და უნდა მაცხონ, რა უნდა ქნაო. თავხედობასაც ხომ შეიძლება გქონდეს საზღვარი. მაგრამ არა მეგობრებო, ჩვენ დღევანდელი საზოგადოებისთვის არც ფარისევლობას და არც თავხედობას საზღვარი არ აქვს. ერთობით ქრისტეში ეს არის გამოსავალი. ვინც დარჩენილი ხართ, ერთმანეთი იპოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად.